ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1991 წლის 14 მაისია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. უშინ დასავლეთ გერმანიაში დიუსელდორფის რაინშტადიონზე თბილისის დინამომ დაძაბულ ბრძოლაში დაძლია უკანასკნელი ზღუდეც. ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში დაამარცხა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ იენას კარლ ცეისი. მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობა თბილისელებს ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში გერმანელებმა გახსნეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მათმა მცველმა ჰოპემ ერთ-ერთი კონტრიერიში ზუსტი დარტყმით დაასრულა. რამდენიმე წუთში გუცაევმა შენგელიას გადაცემით ანგარიში გაათანაბრა. მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე კი ვიტალი დარასელიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა თასების თასის ფინალში ორი სოციალისტური ქვეყნის გუნდი ხვდება ერთმანეთს და საბჭოთა გუნდი იმარჯვებს. პირველად ეს 1975 წელს მოხდა, როცა კიევის დინამომ ფინალში ბუდაპეშტის ფერენცვაროში დაამარცხა. ულოცავ თბილისის დინამოელებს და მათ გულშემატკივრებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. უშინ რომში წმინდა პეტრეს მოედანზე თავს დაესხნენ რომის პაპს იოანე პავლე მეორეს, როცა იგი ღია ავტომანქანით მიდიოდა. ტერორისტის მიერ ნასროლი 4 ტყვიიდან რომის პაპს 3 მოხვდა. ძიმედ დაჭრილი იოანე პავლე მეორე რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა და წარმატებით დამთავრდა. ექიმები აცხადებენ, რომ რომის პაპის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იტალიის პოლიციის ცნობით ბოროტმოქმედი აღმოჩნდა თურქეთის მოქალაქე 23 წლის ნეონაცისტი მეჰმედ ალი აგჯა. იგი 1979 წელს გამოიქცა სტამბოლის საპატიმროდან, სადაც სასჯელს იხდიდა მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრების მიერ მემარცხენე ბურჟუაზიული გაზეთის მილიეთის მთავარი რედაქტორის მკვლელობაში მონაწილეობისთვის. თბილისში უკვე გამოჩნდა პირველი მსუბუქი ავტომანქანები, რომელთაც ახალი სანომრე ნიშნები აქვთ. თეთრ ფონზე მკვეთრად ჩანს ერთ რიგში განლაგებული შავი ციფრები და ასოები. ასეთი სანომრე ნიშნები შემოღებული იქნება ყველა რესპუბლიკაში. ისინი გაადვილებს ავტოინსპექციის მუშაობას. საქართველოს გამოყოფილი აქვს 6 სერია სახელმწიფო ავტომანქანებისთვის. ივნისამდე ყველა ასეთი მანქანა ახალ ნომრებს მიიღებს. შემდეგ დაიწყება ნომრების გაცემა კერძო მფლობელებისთვის, რომელთა სერიების და ციფრების განლაგება სახელმწიფო ავტომანქანებისგან განსხვავებული იქნება. დამთავრდა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. შინაგან საქმეთა სამინისტროს საბოლოო მონაცემებით საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა სოციალისტი ფრანსუა მიტერანი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 51,76% მიიღო. ვალერი ჟისკარ დესტენმა მიიღო ხმების 48,24%. ხმის მიცემაში მონაწილეობდა ამომრჩეველთა სიებში შეყვანილი ფრანგი მოქალაქეების 85,87%. გადმოიცემოდა 1991 წლის 14 მაისის უკანასკნელი ცნობები.